დღეს მინდა გესაუბროთ სამ ძალიან მნიშვნელოვან მეტრიკაზე, რომელიც ყველა ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს. დღევანდელ დღეს ბიზნესები ყველანი ითვლით სხვადასხვა მნიშვნელოვან ფინანსურ ციფრებს, ხომ? რა ვიცი, ბრუნვა იქნება, ეს მოგება იქნება, ხარჯი იქნება. თუმცა იმისთვის, რომ დავინახოთ, რატომ დადგა ეს ციფრები, ხომ, რაც გვაქვს ხარჯი თუ მოგება და სად არის რეალურად ოპტიმიზაციის საშუალება, აი რეალურად ის სამი ეფექტურობის გაცვლადი მეტრიკა გვაძლევს საშუალებას დავინახოთ გაუმჯობესების პოტენციალი, რომელზედაც დღეს მინდა გესაუბროთ ჩვენს ვიდეოში. მოგესალმებით, მე ვარ ირმა ბერძენიშვილი და დავიწყოთ მეტრიკების განხილვა. პირველი გახლავთ მთლიანი პროცესის დრო, lead time, რომელზედაც წინა ვიდეოშიც შევეხეთ პრინციპში, თუმცა დღეს ცოტა უფრო მეტად მინდა რომ გავშალოთ. lead time არის სწორად რომ გავზომოთ შეკვეთის მიღებიდან მის მიწოდებამდე მთლიანი პროცესი. ხომ ეს ეხება როგორც სერვისს, არ აქვს მნიშვნელობა ასევე წარმოებას, ასევე პროდუქტს. აი ეს არის სწორედ ის lead time, რომელსაც ვიგებთ თუ რამხელაა ჩემი სრულიად მთლიანად ინსტრუმენტ მიწოდების დრო. მთლიანი დრო შედგება ძალიან ისე ვთქვათ მარტივად რო შევხედოთ ორი დროითი კომპონენტისგან. ერთი არის მედებებზე გაწეული დრო, მეორე გახლავთ ლოდინები. მნიშვნელოვანია ამ ორივეს იდენტიფიცირება მთლიანად პროცესში, იმიტომ რომ გავიგოთ, სად არის ყველაზე დიდი პოტენციალი იმისა, რომ ჩემი პროცესი შევამცირო, ჩემი პროცესი დავასწრაფო, ხომ? უფრო მალე მივაწყოდო მომხმარებელს ჩემი პროდუქტი თუ სერვისი. დღევანდელი კონკურენციის პირობებში, როგორც იცით, ძალიან მნიშვნელოვანი გახდა სისწრაფე, ძალიან მნიშვნელოვანი გახდა სწრაფად მიღება. შეიძლება ძალიან კარგი პროდუქტი გქონდეთ, ან ძალიან კარგი სერვისი აწვდით, მაგრამ თუ მომხმარებელი სწრაფად არ იღებს შედეგს, ის უბრალოდ წავა და სხვა კონკურენტთან მიიღებს რაღაცა მსგავს პროდუქტს თუ სერვისს. ვიხავთ იმის, რომ შეიძლება ჩვენ უკეთესი სერვისი თუ პროდუქტი გქონდეს. ამიტომ ეს პარამეტრი მეტად მნიშვნელოვანია, რომ დაგანახოთ, სად გაქვთ ყველაზე დიდი ლოდინი, რომ მე იმ ლოდინს დაარტყათ, ის ლოდინი დააპრიორიტეტოთ და ის შეამციროთ, რომ დაასწრაფოთ ჯამში და მომხმარებელი უფრო ბედნიერი გახადოთ. მეორე მნიშვნელოვანი მეტრიკა ეს გახლავთ პროცესების ეფექტურობის მთავარი KPI. და როგორ ვზომავთ მას? ნახეთ, როგორც ვთქვით, მთლიანი პროცესის დრო გვაქვს, ხო? lead time, სადაც ქმედებებზე გაწეული დრო. ამ შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ როგორც პროცესინგის დრო, აი როდესაც მუშაობ რეალურად და რაღაცას ვქმნი აი ეს დრო. და მეორე ლოდინი. აი ის დრო, როდესაც მე მუშაობ და ხელით ვიხები და რაღაცას ვქმნი, აი ეს დრო თუ მე ავიღებ და შევაფარდებ უკვე მთლიან lead time-თან, ანუ მთლიან პროცესის დროსთან, მივიღებ იმ თანაფარდობას, იმ კოეფიციენტს, რომელსაც ქვია ეფექტურობის კოეფიციენტი. მაგალითად, მთლიანი პროცესის დროზე მე მჭირდება 100 წუთი, ხო? საიდანაც 20 წუთი ქმედებებზე ჭირდება, ანუ რეალურ მუშაობაში ხოლმე ლოდინები შეადგენს 40 წუთს, აი ეს თანაფარდობა 20 წუთს გავყოფ დანარჩენ მთლიან 60 წუთზე და რასაც მივიღებ იმ პროცენტს, ეს იქნება ამ შემთხვევაში ეფექტურობის კოეფიციენტი. სადაც გაზომეს თქვენ ერთ-ერთი პროცესი და ნახავთ თუ როგორი კოეფიციენტი დაგიჩნდება. აქვე მინდა გაგაფრთხილოთ და ასე ვთქვათ, გირჩიოთ, რომ არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ შეიძლება პატარა პროცენტი დაგიჩნდეთ რეალურად ეს კოეფიციენტი და ასევე მინდა გაგიზიაროთ საუკეთესო best practice-ები რა არის, benchmark-ები, ასე ვთქვათ, მთელ მსოფლიოში პროცესებში ეფექტურობის კოეფიციენტის. თუ ავიღებთ წარმოების ინდუსტრიას, ამ შემთხვევაში ეფექტიანობის კოეფიციენტი საშუალოდ 50%-ზე მეტია ხოლმე. იმიტომ რომ იქ ლოდინები ძალიან სენსიტიურია და ნაკლებია როგორც წესი. ხოლო თუ ავიღებთ სხვა ინდუსტრიებს, სერვისულ ინდუსტრიებს უფრო მეტად, ხომ? იქ თქვენ წარმოიდგინეთ და 20 და 25% უკვე კარგი მაჩვენებელია. ანუ ეფექტურობის მაჩვენებელი 20 თუ დაგიჯდათ, ანუ 25. ჩათვალეთ, რომ ნორმალურ მდგომარეობაში ხართ. მაგრამ პირველადი გადაზომვის შედეგად ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, თქვა სერვისულ ინდუსტრიებში, როგორც წესი, სადღაც 15% ფარგლებში შეიძლება დაგიჯდეთ და ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ მეტი პოტენციალი გაქვთ, რომ გააუმჯობესოთ თქვენი პროცესები, დაასწრაფოთ და ეფექტიანობა გაზარდოთ. და მესამე კოეფიციენტი, რომელზედაც ასევე მინდა გესაუბროთ, first time right ქვია. ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი კოეფიციენტია.
ნაკლები აქვს ცნობადობა შესაძლებელია, მაგრამ ძალიან საინტერესო აღმოჩენები შეგვიძლია გავაკეთოთ ამ კოეფიციენტით. ეს გვაძლევს შესაძლებლობას დავინახოთ ჩვენს პროცესში რამდენი აწილი იმისა, რომელიც პირველივე ჯერზე სწორად გავაკეთეთ. ანუ არ გაგვეპარა შეცდომა, ხო, თქვა არ დაგჭირდა მიბრუნება, არ დაგჭირდა reworks ვეძახით ხომ, განმეორებითი სამუშაოების ჩატარება, რომ გამოგვესწორებინა, ესა თქვის დაშვებული ჩვენი დეფექტი თუ ხარვეზი. შესაბამისად, ეს პროცენტი გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ხარისხიანად გაკეთებული საქმე რამდენად რა პროცენტში ადგენს მთლიანი ჩვენი ამ წილისა, ხო? და ამის გამოსვლის ფორმულაც მარტივია, შეგვიძლია უბრალოდ დავითვალოთ თუ პირველივე ჯერზე რამდენი თქვა ტრანზაქცია გავატარეთ სწორად და ეს პროცენტი შევაფარდოთ, ეს ციფრი შევაფარდოთ სრულად გატარებულ ტრანზაქციების რაოდენობასთან. მაგალითად, არ ვიცი, სალაროს ოპერაციები მაქვს, შევხედო რომ რამდენი სალაროს ოპერაცია დღის მანძილზე მაგალითად გავატარე სწორად და ეს შევაფარდოთ ჯამში რამდენი ტრანზაქცია იყო დღეში და ეს პროცენტი გვაძლევს საშუალებას დავინახოთ პირველივე ჯამზე სწორად გატარებული ტრანზაქციების რაოდენობა. ნუ ეს მაგალითი შეგიძლიათ გადაასწორებოთ მე სხვადასხვა ინდუსტრიას მოარგოთ. აი ამ ვიდეოში მიმოვიხილეთ 3 ესეთი ვთქვათ ეფექტურობის მაჩვენებელი, რომელიც დაგეხმარებათ დაადგინოთ დღევანდელ დღეს და პატარა დიაგნოსტიკა გააკეთოთ პროცესებში. მადლობა. თუ გამიზიარებთ თქვენს კომენტარებში თქვენ რომელიმე გაზომულ ამ პროცესებს და თუ რამე კითხვა გაგიჩნდათ ან შეფერხებაში მოხდით თქვათ გამიზიარეთ ასევე და დაგეხმარებით აქედან რა როგორ ჯობია რომ გააკეთოთ იმის დროს სწორი პარამეტრები მიიღოთ. მადლობთ.